ბევრი განსჯაც ასჭირდება ამას, ისეთი ნათელია დღევანდელ დღეს არჩევანი. მართლა არჩევანი ელემენტარულად ეს უკვე პოლიტიკის სფეროც აღარ არის. ეს არის აი მარადიული ჭეშმარიტებების და მარადიული სუბსტანციების არეალში ვართ ახლა. სიკეთე, ბოროტება, კეთილდღეობა, სიღარიბე, სამართლიანობა, უსამართლობა ელემენტარულად რომ ვთქვა, კარგი ცხოვრება, ცუდი ცხოვრება, ეს სულ ელემენტარულად რომ ვთქვა. და აი ამათ შორის არჩევანის გაკეთებაა საჭირო. რა არის, აი რა უნდა გავიგოთ, აი რა არის გლობალური ომის პარტია, რა არის, სად არის ეს გლობალური ომის პარტია? ეს პარტია ვიცით რომ გლობალური ომის მიმდევარი არის რუსეთი, ეს ვიცით. მაგრამ ეს ხომ არ იგულისხმება ამ პროპაგანდაში, არა? რაღაცა იმდენად მარტივია ეს, რომ ძალიან ძნელია მაგაზე სერიოზული მსჯელობა. და მე მართალი რომ გითხრა, ნინო, ეხლა დღეს რაღაცნაირად ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ აი მაქვს ის შეგრძნება, რომ აი ის მოხდა, აი რისიც ძალიან ეშინოდა ილია ჭავჭავაძეს, როდესაც ამბობდა, რომ ვაი იმ ქვეყანას, რომელსაც საერთო ძარღვი გაუსკდა, ვაი იმ ქვეყანას, ვის ძარღვებში, საერთო ძარღვებში სისხლი დაშრა. აი მე მგონია, რომ ეს აღარ არის დღეს აქტუალური. აი ეს ძალიან ჩემთვის სასიხარულო ილიას იმდროინდელი წუხილი დღეს უკვე აღარ არის რეალობა ჩემის აზრით. მე მგონია, რომ სწორედ რომ საერთო ძარღვებში მოედინება დღეს სისხლი. და ძარღვი არ გვაქვს, საერთო ძარღვი არ არის გაწყვეტილი. აი რომ გაიხსენებ აი ამ მდინარესავით სვლას თბილისის ქუჩებში, ამ ახალგაზრდებს, რომლებიც ასე ლაღად, ასე მხიარულად, ცეკვით, სიმღერით, აი ასე მოედინებოდნენ თბილისის ქუჩებში. აი ეს ისე უნდა მოხდეს ახლა 20 ოქტომბერს მე დარწმუნებული ვარ. და მე 26-ში გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. ამიტომ რა ვიცი, აი მგონია, რომ დღეს იმაზე ლაპარაკი კიდევ, აი იმ წარსულზე ლაპარაკი უკვე აღარ სჭირდება, ასე მგონია, იცი.